მთელი საქართველოს საუბრობს თემაზე, გამოიყენა თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, გამოიყენა თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ამის თაობაზე მასალა იცით თქვენ რომ გამოაქვეყნა BBC და დღეს მთელი საქართველოს საუბრობს, მაგრამ ხვალზე შეიძლება მთელი მსოფლიო ალაპარაკდეს, ძალიან მაღალი ტრიბუნებიდანაც კი გაკეთდეს განცხადებები და ცხადია ეს ყველაფერი დამატებით გამოძიებას საჭიროებს, დამატებითი გამოძიება ჩასატარებელი, მაგრამ BBC-ს მასალაც კი კმარა იმისთვის, რომ დაიწყოს ეს საერთაშორისო გამოძიება და თუ გამოძიებით დადგინდა რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ სწორედაც რომ ქიმიური აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა, მომწამლავი იარაღი ნივთიერება გამოიყენა შვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მე ვარაუდობ რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეიძლება არ ასცდეს ჰააგის ტრიბუნალიც კი. BBC-მა კი გითხარით გამოაქვეყნა ეს მასალა მეთქი და ბევრი ჩვენგანი ამ მასალის თაობაზე მხოლოდ ჰედლაინებით არის ინფორმირებული, ბევრი ჩვენგანი მხოლოდ ჰედლაინებზე დაყრდობით, ან ძირითად მონაკვეთებზე დაყრდობით საუბრობს. ცხადია, სწორია ეს ყველაფერი, მაგრამ კარგი იქნება თუ ყველა ან ბევრი ჩვენგანი ნახავს ამ დედან მასალას, მთავარ მასალას BBC-ზე გამოქვეყნებულს ან ინგლისურად, ან ვინც ინგლისური არ იცის, რუსულად მაინც. მე ახლა ვეცადე და ChatGPT-ს მოხსენი მთლიანი ტექსტი და მე არ მითარგმნია, გულახდილად გეტყვით, ChatGPT-ს გადავუგდე და ვთხოვე რომ მეთარგმნა ქართულად და მან მითარგმნა ეს ტექსტი, მე ამ ტექსტს ჩაგიკითხავთ, გზადაგზა თუ რა შეცდომა აქვს დაშვებული ვეცდები რომ გავარედაქტირო, სინტაქსში იყოს შეიძლება დაშვებული შეცდომა, შეიძლება არასწორად იყოს გადმოცემული აზრი და ამ შემთხვევაში პარალელურ გვერდს გავხსნი და ორიგინალს ჩავხედავ და გაგაცნობთ ამ მასალას, წავიკითხავ ამ მასალას თავიდან ბოლომდე, შეიძლება დიდი დროც კი წაიღოს და უნდა მომიტევოთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ესე იგი სათაური არის ამგვარი. საქართველოს პოლიციამ შეიძლებოდა გამოეყენებინა ქიმიური პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იმისათვის რომ დაერბია პროტესტი, დაეშალა პროტესტი, ეს არის დაახლოებითი თარგმანი. ახლა კი თქვენის ნებართვით გეტყვით ვინ არიან ავტორები, ეს არის მაქს ხატსონი, პარალელურად უკვე ვიდეო ბლოგის ბოლოსკენ მე მოვძებნი რამდენად ავტორიტეტული პირია ის და ცხადია ავტორიტეტული პირია, ეს არის BBC-ს გამოძიების განყოფილების წარმომადგენლები არიან მაქს ხატსონი, ოანა მოროჩიკო და სარა ბაკლი. ახლა კი თარგმანი და თარგმანი კი ასეთია, ესე იგი კვლავ ვიმეორებ, მაქს ხატსონი, ოანა მოროჩიკო და სარა ბაკლი არიან, ისინი საგამოძიებო განყოფილებას წარმოადგენენ ამ მეტად ავტორიტეტულ ორგანიზაციაში მედია საშუალება BBC-ში, სტატია იწყება ასე. გასული წელს თბილისში ანტისამთავრობო პროტესტების ჩახშობისას საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა, ახლა თქვენის ნებართვით ჩავხედავ, იმიტომ რომ მე მგონი არასწორი სახელწოდებაა, კამიტი, კი ბატონო, კამიტი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მომწამლელი ნივთიერება. ამის შესახებ BBC ეს არის ერთგვარი ლიდი, ერთგვარი შესავალი, BBC-ს მიერ შეგროვილი მონაცემები, ანუ მოძიებული მასალები მიუთითებს, ამაზე საუბრობს BBC. წყალი გაიხსნა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წყალი მწვავდა. ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი წყლის ჭავლზე, რომელიც მას და სხვა ადამიანებს, რომელიც მისკენ და სხვა ადამიანებისაკენ მიმართეს 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს. ამ დემონსტრანტის თქმით, ეს შეგრძნება არ ქრებოდა. თუნდაც მიიღო შხაპი და გამოიყენებინა წყალი. მე გზადაგზა გადავაკეთებ მეთქი და დავხვეწავ სინტაქსს. ვეცდები. ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამო პროტესტის მონაწილეები უჩიოდნენ ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამო ქუჩაში გამოსული პროტესტის მონაწილეები უჩიოდნენ სხვა სიმპტომებსაც, ქოშინს, მათ ჰქონდათ ქოშინი, ხველა და ღებინება, რომლებიც ეგრამაგის პასუხია და კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. BBC-მ ქიმიური იარაღის ექსპერტები
საქართველოს სპეციალური დანიშნულების პოლიციის წყაროები და მედიკოსები გამოკითხა და შეაგროვა მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ბრომ ბენზილციანიდის გამოყენებაზე, ნივთიერებაზე, რომელსაც ფრანგი სამხედროები კამიტე, ხო, უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლებამ მათი გამოძიების პირველ რიგში ჩვენი გამოძიების შედეგებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონიერად მოქმედებდა და გაბრაზებული დამრღვევების უკანონო ქმედებებს კანონიერად პასუხობდა. კამიტს ფრანგული არმია იყენებდა გერმანიის წინააღმდეგ, ანუ ამ ქიმიურ ნივთიერებას, გერმანიის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე, მისი შემდგომი გამოყენების შესახებ დოკუმენტური მასალა საკმაოდ ცოტაა. მიიჩნევა, რომ 30-იან წლებში ის ამოიღეს, რამდენადაც ეშინოდათ, რომ მას ექნებოდა გრძელვადიანი გავლენები და ეფექტი. მის ნაცვლად შემოვიდა CS გაზი, CS-ი ბევრმა იცის თქვენგანმა იცის, რომელსაც ჩვეულებრივ ცრემლსადენ გაზს უწოდებენ. BBC-ის წყარო კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთი პროტესტანტი იყო თბილისში, საქართველოს პარლამენტთან 24 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული აქციების პირველივე კვირაში. დემონსტრანტები აღშფოთებულნი იყვნენ მმართველი პარტია ქართული ოცნების განცხადებით, რომ ქვეყანა აჩერებდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ევროინტეგრაციის კურსი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. საქართველოს პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება: წყლის ჭავლი, წიწაკის შესასხურებლები და ცრემლსადენი გაზი. პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც არაერთ პროტესტს დასწრებია მანამდე და წყლის ჭავლის ქვეშაც არაერთხელ აღმოჩენილა, უამბობს BBC-ს, რომ მისი კანი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვოდა და ეს შეგრძნება წყლით ვერ ჩამოირეცხა. უფრო მეტიც, როცა დაბანვას ჭავს ვიღებდი, ჭამოს არ ეცხადო, ამბობს კონსტანტინე, უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. ჩახუნაშვილს სურდა გაეგო, სხვებსაც ჰქონდათ თუ არა მსგავსი სიმპტომები, მან სოციალური ქსელით მიმართა იმ ადამიანებს, პედიატრია, ეს ჩემი ხრივ რეპლიკა, ჩანართი, რომლებმაც სპეცსაშუალების ზემოქმედება იწვნიეს და სთხოვა მათ, რომ გარკვეული ესეთი დავთარი ანკეტა შეეცვლათ. დაახლოებით 350 ადამიანი გამომეხმაურაო, ამბობს ჩახუნაშვილი, აქედან თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ ერთი ან რამდენიმე გვერდითი ეფექტი 30 დღეზე მეტხანს უგრძელდებოდა, მათ შორის თავის ტკივილი, დაღლილობა, ხველა, ქოშინი და ხებინება. მისი კვლევა, ანუ ჩახუნაშვილისა, ამატებ ხოლმე, მის კვლევას მოგვიანებით ექსპერტებმა რეცენზირება გაუკეთეს და საერთაშორისო ჟურნალ ტოქსიკოლოგი რეპორტში გამოსაცემად მიიღეს, გააგზავნეს როგორც ჩანს. ჩახუნაშვილმა 69 გამოკითხული პირი დეტალურად გასინჯა პედიატრია და ისევ ჩემი ჩანართი და აღმოაჩინა, რომ მათში გულის ელემენტარულ სიგნალებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ანომალიების გავრცელება. თუ გნებავთ დედალსაც ჩავხედოთ, მაგრამ აქვე გავასწორებ პრინციპში, აღმოაჩინა, რომ უკაცრავად მათში გულის ელექტრონულ სიგნალებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ანომალიების გავრცელება, ანუ გულს შეიძლება ანომალიები დამართნო და განვითარებულიყო ანომალიები გულში. 69 გამოკითხული პირისა. ჩახუნაშვილის ანგარიში ადასტურებს იმ დასკვნას, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტები, ანუ ჩემი კოლეგები, ბევრი ჩვენგანი, ექიმები და უფლებადამცველები უკვე ისედაც ავრცელებდნენ, რომელსაც ავრცელებდნენ ეს პირები. ქიმიური ნივთიერება იყო დამატებული, ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. ისინი ითხოვდნენ, ანუ ჩვენ ვითხოვდით, ხელისუფლებას დაედგინა, რამდენად სწორად იყო გამოყენებული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც სპეციალური დანიშნულების ძალები ექვემდებარება, ამ მოთხოვნაზე უარი თქვა, ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა. რამდენიმე მაღალი რანგის წყარომ, რომელიც მინისტრის სპეციალური დანიშნულების ძალებთან არის დაკავშირებული, ეს არის ულტრაფორმალურად საქართველოს არეულობასთან ბრძოლის პოლიცია. მოდიში გავასწოროთ, რამდენიმე მაღალი, ალბათ ორიგინალი მაინც დაგჭირდება თქვენის ნებართვით, მოდის ვიხდი. იბოდიშებთ, მაგრამ სუსტი თარგმანი
გოგჭირდება რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც წყაროდ იქცა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ესე იგი გედედესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ გედედესთან, ახლა განვაგრძობ უკვე თქვენის ნებართვით. ეს წყაროები დააეხმარნენ BBC-ს, რომ მას გაერკვია ქიმიური ნივთიერება შეიძლებოდა, რა ქიმიური ნივთიერება შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ადრე ამ განყოფილების შეიარაღებაზე, ანუ გედედეს შეიარაღებაზე იყო პასუხისმგებელი, მიიჩნევს, რომ ეს ის ნივთიერება, რომელიც 2009 წელს რომელიც ეს ის ნივთიერება, რომელიც მან გამოიყენა ტესტირებისათვის, დაავალეს მას ტესტირებისათვის, რომ წყლის ჭაულში გაერია და ტესტირება მოეხდინა ამ ნივთიერებისა. ის გვიყვება, ანუ ლაშა შერგელაშვილი, რომ ამ ნივთიერების გავლენა მისთვის მანამდე ცნობილი არ იყო, მას სუნთქვა უჭირდა მას შემდეგ, რაც ახლოს დადგა შესხურების ადგილას, იცით თქვენ რომ ასე სახეში ასხურებდნენ პროტესტის მონაწილეებს, მას სუნთქვა ძალიან უჭირდა მას შემდეგ, რაც ახლოს დადგა შესხურების ადგილთან და არც მას და არც მის 15-20 კოლეგას, რომლებიც ერთად იყვნენ იმ პერიოდისთვის, ადვილად არც მან და არც 15-20 კოლეგამ, რომლებიც ერთად იდგნენ, ვერ მოახერხეს მისი ჩამორეცხვა. შევნიშნეთ, რომ ეფექტი არ ქრებოდა, როგორც ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში, წყლით და შემდეგ სოდის ხსნარით დაბანვის შემდეგაც კი ნორმალურ სუნთქვას ვერ ვახერხებდით. ამბობს შერგელაშვილი. შერგელაშვილი იმასაც ამბობს, რომ ტესტირების შემდეგ რეკომენდაციას აძლევდა, ან როცა ის იყო გედედეს თანამშრომელი, არ გამოეყენებინათ ეს ქიმიური ნივთიერება. მაგრამ მისი თქმით, მაინც დაამატეს წყლის ჭაულში და ასე იყო სულ-მცირე 2022 წლამდე. 22 წელს კი ის ტოვებს ამ სამსახურს, ქვეყანასაც ტოვებს და ახლა უკრაინაში ცხოვრობს. ანუ ეს შერგელაშვილი, სახელი გავიხსენოთ, ლაშა შერგელაშვილი. BBC შერგელაშვილი უყვება, რომ როცა გასული წლის პროტესტების კადრები ნახა, ანუ უკრაინაში აიფხანან, მაშინვე იფიქრა, რომ დემონსტრანტები ამავე ქიმიურ ნივთიერებას დემონსტრანტებს წინააღმდეგ ეს ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. კოლეგებმა, რომლებიც ისევ სამსახურში არიან, ანუ გედედეში, ეს ინფორმაცია მას დაუდასტურეს. BBC-ს სხვა ერთ ყოფილ მაღალჩინოსან პოლიციელთანაც BBC ესაუბრა ერთ მაღალჩინოსანს ყოფილ პოლიციელს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნივთიერება, რომელსაც შერგელაშვილის პერიოდში წყლის ჭავლებში ურევდნენ, ამატებდნენ, იგივე იყო, რაც 24 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში გამოყენებული ნივთიერება პროტესტების დროს რაც გამოიყენეს. შერგელაშვილს, როცა ვკითხეთ, ამბობს BBC, ხომ არ შეიძლებოდა ტესტირებული პროდუქტი უბრალოდ ცრემლსადენი გაზი CSC ყოფილიყო, რომელიც იწვევს თვალების, კანისა და სასუნთქის სისტემების გაღიზიანებას, მან მხოლოდ დროებით უპასუხა ამგვარი, რომ ეს ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი იყო, რომელიც გამოიყენეს ახლა. ვერაფერს ვერ შევადარებს, მსგავსი რამ არ მინახავს, ამბობს ის და ამატებს, რომ ალბათ 10-ჯერ ძლიერია ტრადიციულ სპეცსაშუალებებზე. მაგალითად, თუ ეს ნივთიერება მიწაზე დაიღვრება, 2-3 დღე ვერ მიუახლოვდები, თუნდაც წყლით ეცადო ჩამორეცხვას გასუფთავებას. შერგელაშვილი არ იცის ნივთიერების ზუსტი დასახელება. BBC მოიპოვა 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული სპეციალური დანიშნულების ძალების ინვენტარის სია, ნახეთ როგორ მუშაობს BBC, რა სტანდარტებით მუშაობს. მასში 2 უსახელო ქიმიური ნივთიერება იყო ჩამოთვლილი. ქიმიური სითხე UN-1710 და ქიმიური ფხვნილი UN-3429. ამას ჩვენ ეგრამაკის პასუხია დავსერჩავ და ერთ-ერთ შემდეგი ვიდეო ბლოგში შემოგთავაზებთ. თან მითითებული იყო შერევის ინსტრუქციაც, ანუ რამდენზე. ჩვენმა მეორე წყარომ, ანუ BBC-ს მეორე წყარომ, სხვა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ დოკუმენტი ნამდვილად ჰგავს რეალურს და ამოიცნო ორივე ქიმიური ნივთიერება. როგორც
როგორც ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც წყლის ჭავლებში ამატებთ. ბოდიში აგი BBC-ს გაუშიფრავ. შემდეგი ნაბიჯი იყო ამ ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირება. UN 1710 ადვილად ამოვიცანით, ეს არის ტრიხლორეთილენი TCE გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიურ ნივთიერებას წყალში ნაცხსნის. მეორე არის UN 34-29 გაცილებით რთული აღმოჩნდა მისი ქიმიური ნივთიერების შემადგენლობის გარკვევა. ეს არის საერთო კოდი და მრეწველობისთვის საშიში ნივთიერებების მთელი ჯგუფი. ერთადერთი მათგანი, რომელიც ოდესმე გამოიყენეს არეულობების დასაშლელად, არის ბრომ ბენზილციანიდი, იგივე კამიტი, რაზეც ვილაპარაკეთ, რომელიც ანტანტამ სპეციალურად პირველი მსოფლიო ომის დროს ალიანსმა სპეციალურად პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნა. საოცარი გამოძიება. ყველა დეტალია გაშიფრული, ხო? ჩვენ ვთხოვეთ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს ტოქსიკოლოგიასა და ქიმიურ იარაღში, კრისტოფერ ჰოლსტინგს ექსპერტს შეეფასებინა მიუთითებს თუ არა შეგროვილი მონაცემები კამიტის გამოყენებაზე. ექიმ ჩახუნაშვილის კვლევის, დაზარალებულთა ჩვენებების, სპეცდანისლულების, სპეცდანაყოფების ინვენტარის და შერგელაშვილის ჩვენებების გათვალისწინებით ექსპერტმა დაასკვნა, ანუ ექსპერტის სახელია დავსერჩოთ მერე კრისტოფერ ჰოლსტი როგორც ჩანს, დაასკვნა, რომ დიდი ალბათობით სწორედ კამიტი იყო გამოყენებული, ანუ აკრძალული ქიმიური ნივთიერება. არსებული მონაცემები ჭყალი გაიხსნა, მონაცემების საფუძველზე კლინიკური სიმპტომები, რომელზეც დაზარალებული და თვითმკვლელები ხვდებიან, შეესაბამება ბრომ ბენზილციანიდის ზემოქმედებას. ექსპერტმა გამორიცხა, რომ ეს სიმპტომები ჩვეულებრივ სპეცსაშუალებას შეიძლებოდა გამოეწვია, მაგალითად CS-ის გას. სიმპტომის ბრჭყალი გაიხსნა, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება, ინგა თუ არ შეწუხდები დამტენი მინდა მის ტელეფონის, არ შეესაბამება ტიპიური საშუალებების მოქმედებას, არასოდეს მინახავს, რომ კამიტი თანამედროვე საზოგადოებაში გამოეყენებინათ. ის იწვევს ძლიერ და ხანგრძლივ გაღიზიანებას. ექსპერტის თქმით, ეს ბრომბენზილციანიდი შესაძლოა, გიბოდიშებთ, ამასობაში რომ ტელეფონმა არ გვიმტყუნოს. გიბოდიშებთ, მადლობთ. კარგია. ექსპერტი თქმით, ბრომბენზილციანიდი შესაძლოა სწორედ იმიტომ გამოიყენეს, რომ ის ძლიერ შემაკავებელ ეფექტს იძლევა. ის ადამიანებს დიდხანს აჩერებს ამ მდგომარეობაში, ისინი ვერ ახერხებენ სიმპტომების თვითნებურად შემსუბუქებას, უწევთ საავადმყოფოში მისვლა, შესაბამისად პროტესტის დატოვება, თუ ამ ნივთიერების გამოყენება მართლაც განახლა, ის უკიდურესად საშიშია. განახდება თუ არა, ეს ჩემი ჩართვა, ხელისუფლება უარესად იზამს. ბანდა ხელისუფლება. ჰააგში გასაშვები ხელისუფლება. კამიტი მოკლე ხნით გამოიყენეს შეერთებული შტატების პოლიციამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ მალევე უარი თქვეს, რადგან უფრო უსაფრთხო ვარიანტები შემოვიდა, მაგალითად წრემსადენი გაზი. საერთაშორისო სამართალი პოლიციას უშვებს აძლევს უფლებას ისეთი ქიმიური საშუალებების გამოყენებისა, რომლებიც მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს იძლევა და პროპორციულია. ექსპერტების აზრით, იმ პირობებში, როცა არსებობს უფრო უსაფრთხო თანამედროვე სპეცსაშუალებები, მოძველებული და გაცილებით ძლიერი ნივთიერება შეიძლება ქიმიური იარაღად ჩაითვალოს. გამოძიების დასკვნებმა შეშფოთება გამოიწვია გაეროს წამების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელ ელის ედვარდშიც. ედვარდსი მანამდე წერდა საქართველოს ხელისუფლების და პოლიციის ძალადობისა და მის მიერ წამების მეთოდების გამოყენების პასთან დაკავშირებით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ედვარდსი ამბობს, რომ წყლის ჭავლური ქიმიური საშუალებების გამოყენების მკაცრი რეგულაციის არარსებობა სერიოზული პრობლემაა, ჩვენ შემთხვევაში რეგულაცია არ არის. ეს მაიზულებს ასეთ პრაქტიკას ექსპერიმენტულ იარაღად მივიჩნევდე, ანუ ექსპერიმენტს ატარებსო საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ხოლო მოსახლეობაზე ექსპერიმენტების ჩატარება დაუშვებელია. ეს აბსოლუტურად არღვევს ადამიანის უფლებებს. აკი ამიტომაც
ეს ყველაფერი უნდა იყოს მეტად რეზონანსული, ღიად ვიტყვი ტრამპამდე უნდა მივიდეს ეს ინფორმაცია, პერსონალურად ტრამპამდე, რუბიომდე, ტრამპამდე, გადაწყვეტილებების მიმღებამდე არა მხოლოდ ევროპაში და ჩვენთან ერთად მათაც უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, მესმის რომ ლეტალური შედეგი არ დამდგარა ასე პირდაპირ უშუალოდ რუსთაველზე, მაგრამ გრძელვადიანი საფრთხეა მოქალაქეებისათვის აღმოჩნდა, რომ ამ ქიმიური ნივთიერების თუ იარაღის გამოყენება. ედვარდსი მახაზი გაუსწორა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არეულებთან როლის ნებისმიერი საშუალების ეფექტი უნდა იყოს მოკლევადიანი, ხოლო აღწერილი სიმპტომები გადაცილებულია იმ ზღვარს, რასაც შეიძლება დროებითი და მისაღები ეწოდოს. ამიტომ ისევ ჭღალებში ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, ჩვენც ვამბობთ, რომ უნდა იყოს BBC-ს გამოძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი, მათ შორის წამების ან სხვა მკაცრი მოპყრობის კატეგორიაშიც კი უნდა გავიდეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი შედეგების ზედაპირული და გამოძიებას აბსურდული უწოდა. მათ განაცხადეს, რომ ამ სამართალდამცავები მოქმედებენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, პასუხად დამნაშავეების ქმედებებზე იმოქმედეს და უპასუხეს ასე დამნაშავეებს. რუსთაველის პროსპექტზე პროტესტების მასშტაბი შემცირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაზარდა ჯარიმები და სამთავრობო სასჯელები, თუმცა აქციები კვლავ გრძელდება. მთელი გასული წელი თითქმის ყოველ ღამით დემონსტრანტები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რომელსაც ისინი ბრალსდებდნენ არჩევნების ფალსიფიკაციაში, რუსეთის ინტერესების გატარებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი კანონების მიღებაში. მართველი პარტია ქართული ოცნება უარყოფს ბრალდებას, თითქოს მთავრობა ან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიზნე ივანიშვილი პრორუსული პოლიტიკის მატარებელი. ხა ეს პრინციპში როგორ მნიშვნელოვანი აღარ არის, მაგრამ მაინც თქვათ, პარტიის წარმომადგენელმა BBC-სგან უცხადეს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მიღებული კანონები საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინტერესებს ემსახურება. დავამთავრეთ, დავსვით წერტილი და ვიკითხეთ. ვინც არ იცოდა რა წერია, რა ეწერა და რა წერია BBC-ს გამოძიებაში, აი ეს ტექსტი, თქვენც შეგიძლიათ მოხსნათ ეს ტექსტი რუსული წყარო BBC-ც აქვეყნებს და ბრიტანული, ინგლისური, ენგლისურენოვანი ხო არის და არის. მოხსნათ, თარგმნოთ სხვადასხვა ონლაინ საშუალების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და თავადაც გაეცნოთ. მე გაგაცანით BBC-ს მასალა. არ არის მხოლოდ ქართველი წყაროები, აქ ორი პირი და არ არის მხოლოდ BBC-ს დასკვნები. BBC-ს დასკვნები უბრალოდ საერთოდ არ არის. აქ ლაპარაკი არის მინიმუმ 2 და რეალურად 4-5 ავტორიტეტულ პირზე, რომლებმაც კვლევები ჩაატარეს, რომლებმაც შეადარეს, რომლებმაც თქვეს, რომ ეს არ არის CS-ი და ასე შემდეგ ჩვეულებრივი სტელსადენი გაზი და ყველას მივყავართ იქამდე, რომ მაღალი ალბათობით გამოყენებულია ეს ორი, მათ შორის ციანიდი, ქიმიური ნივთიერება ადამიანების წინააღმდეგ, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, ოღონდ შედეგებს ვიწვნევთ, ასე ვიტყვი, დემონსტრანტები, ვინც ჩაისუნთქეს ეს ქიმიური ნივთიერება, შედეგებს იწნევენ გარკვეული პერიოდის შემდეგ. გაურთულდება სუნთქვა, მაშინაც გაურთულდათ, მაგრამ გრძელვადიანი ეფექტი აქვს. დაემართებათ სხვადასხვა დაავადებები, ვითარდებათ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის შესაძლოა ონკოდაავადებების სიმპტომები ექნებათ, რთული და რთული, გაურთულდებათ ხველა, გაურთულდებათ სუნთქვა, გაურთულდებათ ხველა, ბრონქოსპაზმები ექნებათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კვლავ ვიმეორებ. მე ხაზგასმით ვამბობ ამას, რომ ეს არ არის BBC-ს ის ინფორმაცია საკმარისი იმისთვის, რომ ბიზნა ივანიშვილი მივათრიოთ კაცობრიო სოფლიო მიათრიოს ჰააგის სასამართლომდე. მაგრამ ეს არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გაერომ ან სხვა უწყებებმა ჩაატარონ გამოძიებები. ამ ინფორმაციამ ჩემი ღრმარწმენით უნდა მიაღწიოს თვით დონალდ ტრამპამდეც კი. ამ ანალიზმა, ამ მასალამ, ამ ინფორმაციამ და ინფორმაციამ შესაძლო დანაშაულის თაობაზე. ნახვამდის.